გესალმებით ანუნა, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. მინდა მოგილოცოთ 2025 წლის დადგომა, გესურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება და გამარჯვება თქვენს და ჩვენს მაყურებელს. ხო, მე არ მგონია რომ უბრალოდ რა შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის ვიზიტის გადებას, მე არ მგონია რომ მხოლოდ წნეხის ამბავი იყო, ის პოლიტიკოსია, ის ფინელი პოლიტიკოსია, აქტიურ პოლიტიკაში იღებს მონაწილეობას და უბრალოდ სწორად დაინახა ის კონტექსტი და პოლიტიკური ვითარება, რომელიც ამ ქვეყანაში არის და სწორად დაინახა ის, რომ მისი ვიზიტის ერთადერთი ფუნქცია ქართული ოცნებისთვის ეს იქნებოდა მცდელობა, რომ რაიმე ფორმით ლეგიტიმაციად გაეყიდათ ეს ვიზიტი პროპაგანდის არხების მიერ. ერთადერთი მიზანი ჰქონდა ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში ეს გაეკეთებინა და არა რაიმე სხვა რაღაცა მაღალფარდოვანი მიზანი, რომ რამე დიალოგი დაწყებულიყო, ან შუამავლობა ეთხოვათ, ან მედიაცია, ან ასე შემდეგ. არა, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ 8 საათიან ქრონიკაში იმედზე და პოსტივებზე და ამ არხებზე გასულიყო ტყუილი, რომ ეს ვიზიტი ნიშნავს ლეგიტიმაციას. იცით რა პანიკაშიც არიან მთელი ეს პოლიტიკური ძალა, ქართული ოცნება დღეს, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ლეგიტიმაცია არ არსებობს. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ამის გათვალისწინებისთვის. მან გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, მან რა თქმა უნდა გაითვალისწინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ისეთი დროული, მყისიერი და სწრაფი რეაგირება, ოპერატიული რეაგირება. თქვენ იცით, რომ უამრავმა ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ეს იქნებოდნენ სენატორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო ფიგურები, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა თავის პოზიცია და თქვა, რომ ეს ვიზიტი ამ კონკრეტულ მომენტში მიზანშეწონილი არ იყო და არ უნდა შემდგარიყო და რა თქმა უნდა ჩვენ პოლიტიკურმა ძალებმაც, დიდმა ნაწილმა ქართული პოლიტიკური სპექტრის ჩვენს ღია წერილით მიუმართეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და თხოვეთ რომ გაეთვალისწინებინა 40 დღე ქუჩაში მდგომი ადამიანების ძალისხმევა, გაეთვალისწინებინა მათი პოზიცია, მათი დღევანდელი მდგომარეობა, რომ 40 დღის მანძილზე საქართველოს საზოგადოება ფაქტიურად მთლიანად დარაზმული ითხოვს ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს და ერთადერთი გზა რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიტვირთოს არის საუბრის დაწყება ახალი არჩევნების შესახებ და თუ ნებისმიერ ეს ვიზიტი რომელიც მოდის ჩვენ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ცივილიზებული სამყაროდან საქართველოში არ ემსახურება აი ამ მიზანს რომ დაიწყოს მოლაპარაკება თარიღზე სხვა ფორმალობებზე რომელიც ჭირდება ახალ არჩევნებს სხვა ვიზიტები უბრალოდ არ იქნება სწორად პოლიტიკურად დანახული ქართული საზოგადოების მიერ და იქნება ცუდად გამოყენებული ხელისუფლების უზურპატორების მიერ როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტი. კი ბატონო და თაზო იცი რა მინდა დავესვოსტო ანუ რომ ავხსნათ მაყურებლისთვის რომ რაღაცა კონკრეტულად აი რაღაცა პია კაუმაზე კი არ აქვს გართულება ოპოზიციას თუნდაც და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ანუ ეს ზოგადად ეხება ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორს რომელმაც შეიძლება დაგეგმოს რაიმე ტიპის ვიზიტი ქვეყანაში და აი თქვენ ფიქრობთ რომ ერთადერთი მიზანი თუ ისინი შეხვდებიან ოცნების ხელისუფლებას უნდა იყოს სწორედ იმ თემაზე საუბარი რაც არის 40 დღეა ამ ქვეყანაში მთავარი მოთხოვნა გულისხმობ ხელახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. აი ეს რომ ავხსნათ მაყურებლისთვის რომ რაღაცა ესე პერსონალურად რომ რაღაც ქალბატონ პიას არ ერჩოდით, ხო? არა, ეს რამე თვითმიზანი კი არისო, რომ კონკრეტულად ეს ქალბატონ პია და ეს პოლიტიკური ფიგურა და ამ პოზიცია მეუთოსთან გვაქვს. რამე პრობლემა. არა, იცით რომ ჩვენ პარტნიორები ბრიუსელიდანაც, ევროპის ყველა ქვეყნიდან, შეერთებული შტატებიდან თავს იკავებენ ეს ამ პერიოდის მანძილზე ქართულ ოცნებასთან რაიმე ოფიციალური ინტერაქციაში შესვლისგან. ჩვენ ამას ვხედავთ, ეს ფაქტია, ხო? ეხლა ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური ინტერპრეტაცია. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აბსოლუტურად თითქმის ყველა ცივილიზებულ სამყაროში თავს იკავებს არამც თუ რაიმე ფორმის ინტერაქციაზე ზგან პოლიტიკური სამ პოლიტიკურ ძალასთან, არამედ თავს ikavებს საერთოდ მათ ხსენებაზე, როგორც საქართველოს ხელისუფლების და ბევრ კომუნიკაციაში ისინი მოხსენებულები არიან, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები. გაგახსენებთ მაგალითად ემანუელ მაკრონის კომუნიკაციას ივანიშვილთან, არა რაღაცა სახელმწიფო პარტია, არამედ ქართული ოცნების წარმომადგენელთან კომუნიკაცია. ამიტომ ეს ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაციური ვაკუუმი არის
ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც არის დღეს რეალობა ქართული ოცნების. ქართული ოცნება დღეს არის ლეგიტიმაციის ვაკუუმში. ანუ მას არავინ ცივილიზებულ სამყაროში არ ცნობს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფალს. და ეს მნიშვნელოვანია, ეს status quo, ეს მდგომარეობა მნიშვნელოვანია, რომ იქნას შენარჩუნებული. რატო? იმიტომ კი არა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი თვითმიზანია. იმიტომ რომ იმ მიზანს, რა მიზნითაც 40 დღეა და მეტი მანამდე არჩევნებს ითხოვდა პოლიტიკური სპექტრის და გარკვეული ნაწილი, ხო, ჩვენი საზოგადოების. აი ეს პროტესტი რო იყოს შედეგიანი, ამ პროტესტმა რომ მიაღწიოს თავის მიზანს და მიზანი რა არის? წნეხი ივანიშვილზე, წნეხი ქართულ ოცნებაზე, წნეხი ამ უზურპატორებზე, რომ სისტემა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს და ეს სისტემა შედგება ძალოვანი სტრუქტურებისგან და პროპაგანდისგან და აი ამ რაღაცა ძველი ბიჭების პლასტისგან. აი ეს სისტემა იმ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ ისინი იძულებული იყვნენ წამოვიდნენ ახალ არჩევნებს და ამ მიზანს რომ მივახციოთ, არავითარი საერთაშორისო აღიარება ამ ხალხმა არ უნდა მოიპოვონ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ რაღაცა ყველას ეხლა იმაზე უნდა შეუტიოთ, რომ გამოვიდნენ და განაცხადონ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. ეს მდგომარეობა დიპლომატიურად რა მდგომარეობაში ეხლა არიან, აი ამ ვაკუუმში, და რომელიც დამეთანხმებით ან უნდა რომ ისტერიკაში აგდებს ამ ხალხს და ძალიან მძიმე დღეში არიან, ეს უნდა იქნას შენარჩუნებული იმისთვის, რომ ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობა იყოს შედეგიანი. აი იგივე მიმართვა ექნება აბსოლუტურად ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს თუ ნებისმიერ სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, რომ თხოვნა რომ თავი შეიკავონ ამ მომენტში ქართულ ოცნებასთან რაიმე ინტერაქციით, იმიტომ რომ ქართული ძალა, რომელიც იმართება დღეს მოსკოვიდან. ანუ საქართველოს ხელისუფლება ხელში ჩაგდებული მოსკოვს. და მოსკოვის მიზანი დამეთანხმებით არავითარ შემთხვევაში არ არის, ხო ვერ იქნება რაღაცა EUTOS-თან კარგი ურთიერთობა, ან ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა. ეს არ არის თვითმიზანი. ქართულ ოცნებას უნდა შექმნას სატელევიზიო ენაზე ვიყენებთ ხოლმე ხშირად ამ იმას რა ქვია სიტყვას, კარწინკა, ანუ სურათის შესაქმნელად უნდა. ეგრეთ წოდებული კარწინკის შესაქმნელად უნდა, რომ კანცელარიის წინ დახვდეს კობახიძე ზემოთ ავიდან ოფიციალურ სურათები და ვიდეოები დადონ და მე იმედზე მთელი საღამო რაღაც მოლაპარაკე რომელიმე გვამი მივიდეს მაგდა ანიკაშვილთან დაждდეს და მთელი საღამო იძახოს რომ აი ეს ნიშნავდა ლეგიტიმაციას. ამის ვიზიტი არის ლეგიტიმაცია, იმის ვიზიტი არის ლეგიტიმაცია. ვიღაცა უბედურ კიმბერლი ლოუს სადღაც იპოვეს ეს ქალი ამერიკაში და ხო ხედავთ ეხა ისიც კი არ იკმარეს რომ ერთხელ ტელევიზორში ჩართეს, აქედან მთელი ქართული ოცნების დედრიონი გაუგზავნეს და იქ მასთან ალაპარაკებენ. ანუ რა დონეზე არიან მედიის შეზღუდვას ეს კიდე ახალი ეტაპი იქნება, მაგრამ მედიას ვერ ზღუდავენ, ლეგიტიმაციას ვერ იპოვებენ და ცდილობენ რომ თითიდან გამოწოვონ ეხა ეს ლეგიტიმაცია და დამწმუნებული ვარ, რომ EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც სპეციალურად მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში, მას აი ამ ვიზიტის ჩატარება აუცილებლად სთხოვეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ. ამიტომ ეს არის მთავარი მიზანი, რომ ქართულს არ მივცეთ საშუალება, რომ პროპაგანდით გაყიდოს, რომ თითქოს რაიმე ლეგიტიმაცია აქტორი. არაფერი საწინააღმდეგო პირიქით კიდევ ერთხელ მინდა დავუფიქსირო ძლიერ საქართველოს სახელით უდიდესი პატივისცემა EUTOS საპარლამენტო ასამბლეას და მის პრეზიდენტს. კი ბატონო, და თაზო, აი ეს ლეგიტიმაციის კრიზისი, რომელშიც არის ახლა ქართული ოცნება, აი ეს როგორ შეიძლება აისახოს ქვეყანაზე, არა რაღაცა ამ პარტიაზე კონკრეტულად და მათ რეპუტაციაზე, არამედ ქვეყანაზე. აი ეს მინდა ახლა ავხსნათ ჩვენი მაყურებლისთვის, რას ნიშნავს რეალურად ეს, როდესაც დასავლური სამყარო, ცივილიზებული სამყარო შენ არ გცნობს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფალს იმ ფონზე, როდესაც აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავად ცდილობენ იმიტაცია შექმნან, რომ რაღაცა ყველაფერი იდეალურად არის ქვეყანაში. ეს ცუდი ამ ქვეყნისთვის არ უნდა დაუმალოთ ხო ჩვენ სამომრჩეველს და ჩვენს მაყურებელს ახლა არ უნდა რაღაცა პოლიტიკურად სხვა მიმართულებით წაყოთ. პირდაპირ უნდა უთხრათ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ასეთი დარტყმა არის ძალიან მძიმე. ერთის მხრივ აი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკური პირების სანქცირებულთა სიაში და მაგნიტსკის სიაში ყველაზე მძიმე სანქცირებულთა სიაში აღმოჩენა, საერთაშორისო არაღიარება ჩვენი ხელისუფლების, ასე შემდეგ მთელი ის წნეხი, რომელიც მოდის ცივილიზებული სამყაროდან ეკონომიკაში ინვესტიციის არ შემოსვლა პირდაპირ აისახება ამ ქვეყნის იმიჯზე და სამომავლოდ ჩვენ დემოკრატიულ ძალებს, რომლებიც ხელისუფლებაში ჩავანაცვლეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა, დრო, ენერგია და შრომა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ამ ქვეყნის რეპუტაცია აღვადგინოთ და ისევ შევსვათ იმ რელსებზე, რასაც განვითარების, წინსვლის, ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა ქვია. მაგრამ მეორე მხარის არჩევანი რა არის? მეორე მხარის არჩევანი არის, რომ თუ არ გინდა ეს
პროცესი გააკეთო, მაშინ შეეგუო იმას, რომ შენი ხელისუფლება ჩაიგდო ხელში უზურპატორმა, რომ ეს უზურპატორი არის მოსკოვის დავალებების შემსრულებელი და რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ანექსია გავაფორმოთ და ვთქვათ, რომ ხო, ეს მოსულა და მოდი სხვა ხერხებით ვიბრძოლოთ. აი ეს დგას სასწორზე. ერთის მხრივ ამაზე წნეხი სანქციები, რა თქმა უნდა, რომელშიც მათ შორის ჩვენ სახელმწიფოებრიობა ზიანდება, ჩვენი იმიჯი და რეპუტაცია ზიანდება. იმიტომ კი არა, რომ ამათზე რომ რამეს ამბობენ ცუდს, ეს პირდაპირ ქვეყანას ურტყავს. არა, იმიტომ ზიანდება, რომ ამ ქვეყანამ ფაქტიურად ურყევათ იარა ერთ გზაზე. ამ გზას ერქვა ცივილიზებული სამყაროსკენ, ევროპისკენ, ევროკავშირისკენ სიარული, ნატოსკენ სიარული და ეხა ამ გზიდან ესეთი მკვეთრი გადახვევა, გადახვევაც არ არის, ხო? ჩამოხტომა ამ მატარებლიდან, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება ჩვენი პარტნიორების თვალში, იმიტომ რომ ნდობა იკარგება. მაგრამ ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმას და ხვდებიან, რომ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის და მოსკოვის ერთობლივი სპეცოპერაცია და რომ ქართული ხალხის უმრავლესობა, რომელიც რუსთაველზე დგას, რომელიც იბრძვის ყველა ფრონტზე იმისთვის, რომ ეს ევროპული არჩევანი გადაარჩინოს, არის უმრავლესობა ჩვენი თანამოქალაქეების. ამიტომ დგანან ისინი ან უნდა ჩვენს გვერდით. ამიტომ არის რომ ეს სანქციები, ეს არაღიარება ისე ცუდად არ იმოქმედებს ამ ქვეყნის რეპუტაციაზე, როგორც შეიძლება ნორმალურ ვითარებაში ემოქმედა. იმიტომ რომ ჩვენმა დასავლურ პარტნიორებმა იციან, რომ ეს ხელისუფლება არის ის, ანუ ივანიშვილის აი ეს ხუნტა არის ის, რაც აფრკოლებს მთელ საქართველოს იმისკენ, რომ გავაგრძელოთ ჩვეულებრივად სხვა ევროკავშირისკენ. სხვა არაფერი არ აფრკოლებს. ამიტომ არის ეს ამბავი, რომ ხდება. ერთადერთი რაზეც ჩემი აზრით, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრება არის და ჩემი პროგნოზია, რომ ერთადერთი სამწუხაროდ სადაც ისეთ ზიანს მიიღებს საქართველოს, რომელიც არიდებაც მყისიერად შეუძლებელი იქნება, ეს არის ქართული ეკონომიკა. ის რომ საქართველოს უმაღლეს თანამდებობის პირები, შინაგან საქმეთა მინისტრია, პოლიტიკური მმართველი, ეგრეთ წოდებული მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე სხვები და სხვები, აი ეს ოფიციალური პირები, სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ორგანიზაციების სანქცირებულთა სიაში ხვდებიან, როგორც რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე აგენტები, როგორც მაგნიცკის სიაშართ მწამებლები და ტერორისტები, ისე ხვდებიან ამ სიებში. ეს ამას თავის გავლენა ექნება ძალიან ნეგატიური ქართულ ეკონომიკაზე უახლოეს 2025 წლის პირველ-მეორე კვარტალშივე მაქვს პროგნოზი, რომ ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს ჯიბეზე, ინფლაციაზე, ფასების ზრდაზე, უცხოური ინვესტიციის საერთოდ არ შემოდინება ამ ქვეყანაში, ძალიან ცუდად აისახება ეკონომიკურ პროცესზე. ერთადერთი რაც ამას აკავებს და დღეს უკვე ეს ფაქტი ძალიან მძიმედ არ გვიდგას, არის ის, რომ საქართველოს არის რუსული შავი ფულის ერთ-ერთი მთავარი პლაცდარმი. საქართველოს იქცა რაღაცა მეკობრეთა სავანეთ, სადაც რუსები პირველად სანქციებს არიდებენ თავს და საქართველოს არის ერთ-ერთი მთავარი ფარი ამ სანქციების არიდებისა, ასეთია სამწუხარო რეალობა. ამით იუჭირავთ დღეს ქართული ეკონომიკა, აი ამ შავი რუსული ფულით და ესეც მინელებად რეჟიმში არის და აი ეს უდიდესი ზიანი, რომელიც ივანიშვილი აყენებს ამ ქვეყანას, ძალიან ცუდად აისახება ეკონომიკაზე. ამიტომ ჩვენი მიზანია, ჩვენი პოლიტიკური ძალების, ქართული საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების, რომ წნეხი გავზარდოთ და იძულებული გავხადოთ ივანიშვილი, რომ ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე წამოყვეს. სხვა გზა ამ ქვეყანას არ აქვს. ამიტომ არის რომ ეს არის ყველასთვის გადამწყვეტი ბრძოლა. ამიტომ რომ ყველა ამას ხვდება. ამიტომ რომ იმ პერიოდში როცა წესით საქართველოს ძინავს ხოლმე რაღაცა 15 რიცხვამდე პირდაპირ თქვა ესეც ვაღიაროთ, ხო? საქართველოს ძირითადად ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური პროცესი გაჩერებულია ხოლმე. აი ამ დროსაც კი, აი ეხა გუშინ წინ მთელი ეს დღეები უწყვეტი პროტესტია, რუსთაველი იკეტება, ადამიანები ისე ქუჩაში გამოდის, იმიტომ რომ არა მარტო პოლიტიკოსებს, ან ჟურნალისტებს, ან არ ვიცი, სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ ყველა ამ ქვეყნის პატრიოტ მოქალაქეს გააზრებული აქვს, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. ან ეხა ამ ბრძოლაში ვიგებთ და ამათ ახალ არჩევნებს ვანიშნებთ და ვიშორებთ ხელისუფლებიდან, ან ეს ქვეყანა კი ბატონო. ჩვეულებრივი ამბავია. სადაც შენი აზრის გამოხატვის გამო შეიძლება თავპირი დაგალეწონ და ამის გამო აქეთ შენ დაგაჯარიმონ, აქეთ შენ ციხეში ჩაქსვა და ეგ ქვეყანა ნორმალური ქვეყანა არ არის. ესეთი რეჟიმები ნორმალურ ვითარებაში ესე ფეხს ვერ მოიკიდებენ. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ბოლომდე იაროს. ბოლომდე გავალთ, ახალ არჩევნებსაც მივიღებთ. ამ ხელისუფლებასაც შევცვლით 25 წელს და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი რომ ასე პოზიტიური ამბებით ვთქვათ და ვთქვათ რომ ეს ერთად დგომა, აი ეს ენერგია რომელიც დაიბადა 20 წლის ბოლოს რუსთაველზე აუცილებლად გამარჯვებით დაგვერგვინდება 2025 წელს თუ ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თაზო იმისთვის რომ დაგვიტყვეთ რომ დაიყავით